მოგესალმებით, ვაგრძელებთ ამოცანების გარჩევას 121 ნომრიდან. იპოვეთ მართკუთხა სამკუთხედის ფართობი, თუ მისი სიმაღლე ჰიპოტენუზას 16 და 5 ტოლ მონაკვეთებად ყოფს. დავხაზოთ მართკუთხა სამკუთხედი. ჰიპოტენუზაზე დავუშვათ სიმაღლე. და დავწეროთ, რომ ის 15 და 16 ტოლ მონაკვეთებად ყოფს. ჭირდება მოცემული სამკუთხედის ფართობი. ახლა ჩვენ მეშვიდე თავიდან საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია დაგვიგროვდა მართკუთხა სამკუთხედთან დაკავშირებით, როდესაც ჰიპოტენუზაზე დაშვებული სიმაღლებს გავს სამკუთხედებად ყოფს მას და უნდა გვახსოვდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულა, რომ სიმაღლე გეგმილების საშუალო გეომეტრიული სტოლია. ეს იქნებოდა 4/5 და შესაბამისად უნდა გამოდის, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისარგებლოთ სამკუთხედის ფართობის დასათვლელი ფორმულით, როდესაც ჩვენ ფუძეს ვამრავლებთ სიმაღლეზე, ხო? ეს იქნებოდა 1/2 21 ჯერ 4/5. ეს არის 42/5. ეგ იქნებოდა პასუხი. საკმაოდ მარტივია, მაგრამ მე მაინც ასეთ ამოცანებს ერთი შეხედვით მარტივ ამოცანებს ვუძახ. კი, მარტივია, რა თქმა უნდა მარტივია, მაგრამ მოდი და არ გაგახსოვდეს ეს დამოკიდებულება. ცოტა წამოიწვალებ რაღაცა იგივე კავშირებას დაეწყებ და ალბათ საბოლოოში ვიფალთ ისნამდე, მაგრამ აქ ფორმულის ცოდნა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 122 ამოცანა. მართკუთხა სამკუთხედის კათეტებია 3 და 4. მართი კუთხის წვეროდან ჰიპოტენუზაზე დაშვებული პერპენდიკულარი იპოვეთ მიღებული სამკუთხედების ფართობები. პირველ რიგში ახლა, როდესაც სამკუთხედის კათეტებია 3 და 4, რას უყურებ, რას ხვდები, ხო, რომ ჰიპოტენუზა აუცილებლად არის 5. ალბათ ეს უპირობოდ, ხო, ეგრევე. კიდევ, რაც წინა თემაში გამოვიყენეთ, რაც უდაც იქედან გამომდინარე, ანუ მე ამას ვუძახი მსგავსება მართკუთხა სამკუთხედში, ჩვენ ვიცით სიმაღლის დასათვლელი მეორე ფორმულაც, ხო? ეს არის კათეტების ნამრავლი შეფარდებული ჰიპოტენუზასთან. ახლა აქ შეიძლება უკეთესი სხვა გზის არჩევა ყოფილიყო, მაგრამ ეს იმდენად ბუნებრივად გახსენდება, ხო, იმდენად ბუნებრივია ეს პროცესი, რომ აბა რა გითხრათ ახლა. ენერგიასაც არ ხარჯავ რა, მოდიხარ წერ უცებ, ეს არის 5, 3, 4, 5. მერე, სიმაღლე არის კათეტების ნამრავლი შეფარდებული ჰიპოტენუზასთან. კიდევ, მოდი გავხსნათ ამას, AC გეგმილი დავარქვათ, ამას BC გეგმილი, გაიხსენეთ AC გეგმილის მონაწილეობით რა ფორმულა ვიცით? კათეტის კვადრატი ტოლია მისი გეგმილი გამრავლებული ჰიპოტენუზაზე. და აქედან AC, ასე ვედით მივაწერ. AC არ გამოდის 5/9-დან, ამაზე რაიმე ენერგია დავხარჯეთ. ანალოგიურად, მეორე კათეტის კვადრატი ტოლია მისი გეგმილი გამრავლებული ჰიპოტენუზაზე. აქაც BC უდრის 5/6-ს. და მაშინ, მოდი ამას პირველი ფიგურა დავარქვათ, ამას მეორე ფიგურა, ხო? AC მივიღეთ 5/9 და BC მივიღეთ 5/6 და როგორ დათვლიდი ახლა ფიგურებს, რას უდრის S1 ფიგურის ფართობებს? ეს არის 1/2 კათეტების ნამრავლი, ხო? კათეტების ნამრავლის ნახევარი, ანუ 12/5 გამრავლებული 5/9-ზე. საკმაოდ ბევრი რამ შეიკვეცა, ხო, აქ. 2/3 გამოგვივიდა ფართობი. მერე მეორე საგრისე საკმაოდ პატარა ფართობი გამოვიდა რა. აქ
ბოდიში რა. გავაკეთე. ახლა პატარა რიცხვი იყო ძალიან და პირიქით იქნებოდა ხო აქ. ანუ 9 გაიყოფოდა 5-ზე. ასე 5 9-ის ხარეს გადადის გაყოფით და აქ 16 გაიყოფოდა 5-ზე. შესაბამისად ეს იქნებოდა 1/2 გამრავლებული რაც წასაშლელი გვაქვს. ახლა ამაუცარი სამოხსნის პროცესი გააჭიანურა არასწორმა გადატანა გაყოფის დროს თორე. თავად ამოცანა მარტივია. 9/5-ზე გამრავლებული 12/5-ზე შესაბამისად ეს გამოდის 54/25. ანუ ეს იქნებოდა 2.425, ანუ 16/100 რა. დავტოვოთ ასე. 1/2 გამრავლებული 16/5-ზე გამრავლებული 12/5-ზე. შესაბამისად ეს იქნებოდა 96/25 და ნუ სამთელი რაღაც იქნება ხო ამის პასუხი. კარგი. ნუ ეგ ერთი ძალიან ბუნებრივად რომ მოდის, უცებ დათვლი ყველაფერს და გაყობოდი გააკეთებდი. ახლა რა შეიძლებოდა სხვა დაგვენახა? ეს არის 3, ეს არის 4, ეს არის 5 და საერთოდ უკეთესია ხოლმე, რამდენად გამოვა, მსგავსება გამოვიყენოთ. მსგავსება არის უმაგრესი საშუალება. თქვენ ადგებოდით, ეს ხო არის პირველი ფიგურა, ეს არის მეორე ფიგურა. ალბათ გახსოვთ ხო, ეს საკუთხედები მსგავსია, ესა ერთხაზიანი, ეს ორხაზიანი, ანალოგიურად ეს ერთხაზიანი, ეს ორხაზიანი და თუ საკუთხედები მსგავსია, მაშინ მოდი დავწეროთ მსგავსების კოეფიციენტიც, ხო? ვთქვათ, სამკუთხედი პირველი, სამკუთხედი მეორე, მსგავსი ერთმანეთთან და მსგავსების კოეფიციენტი იქნებოდა რა? შესაბამისი გვერდების შეფარდება, ანუ 3 მარტი კუთხის მოპირდაპირე გვერდი 3 შეფარდებული მეორე სამკუთხედში მარტი კუთხის მოპირდაპირე გვერდი 4-თან, ეგაა 3/4. და ფართობების შეფარდება რა არის მსგავს სამკუთხედებში? ეს ერთი შეფარდებული ეს 2-თან, ეს იქნებოდა უკვე მსგავსების კოეფიციენტის კვადრატი, ანუ 9/16. ესე იგი, ეს ერთი არის, მოდი ასე ვთქვათ, 9 ეს იყოს რაღაცა ცვლადი, ნაწილი ხო პროპორციულობის. ეს 2 არის 16 ეს პატარა. მაგრამ რას უდრის მათი ჯამი 9s + 16s? ეს ხო გამოდის მთელი დიდი სამკუთხედის ფართობი და ეგ არის 1/2 3x4. მართკუთხა სამკუთხედის ფართობი როგორ დაითვლება კათეტების ნავრავის ნახევრით, ხო? ანუ 25s უდრის 6 და შესაბამისად ეს უდრის 6 25-ს და თქვენი მისია იქნებოდა ახლა აქ მე ჯერ 9-ს გაამრავლებდი 6-ზე დაითვლიდი ეს ერთს და მე 16-ს გაამრავლებდით 6-25-ზე, ანუ დაითვლიდით ეს ორს. აი, მე მაგალითად ეს გზა უფრო მესიმპათიურება მე პირადად რა. არც ეს გამოვიდა ახლა ძალიან მარტივი, მაგრამ მგონია რომ საკმაოდ კარგი გზა არის. 123 ამოცანა. მართკუთხა სამკუთხედში კათეტები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 2 3-ს. ავიღოთ ისე მართკუთხა სამკუთხედი, კათეტები არის 2x და 3x. რა თქმა უნდა, ჰიპოტენუზად შეგიძლიათ უცებ დაათვალოთ, ნუ ფესვით 13x იქნება, მაგრამ ჯერ თავის შევიკავოთ. სიმაღლეა დაშვებული და ფართობს ყოფს ისეთ ნაწილებად, რომელთა სხვაობა 30 ისტორია. მოდი ამას ეს ერთი დავარქვათ, ამას ამ მეორე სამკუთხედის ფართობს ეს 2. მაშინ, რა თქმა უნდა, 3-ის მხარეს 3, რომელსაც გააჩნია ჰიპოტენუზად ის უფრო დიდი იქნებოდა, გამოაგდებოდა ეს ერთი და ეგ არის, ვიცით, 30 ისტორია.
კარგი. იპოვეთ მოცემული სამკუთხედის ფართობი. მოდი დავაწერო რაღაც A, B, C. ესენი ითხოვენ S-ი ABC-ს. ანუ რა ხდება? დააკვირდით ახლა მეგობრებო. ნუ აქაც მსგავსია ეს ორი სამკუთხედი ერთმანეთის. შეგვიძლია გამოვიყენოთ მსგავსების კოეფიციენტი. მსგავსების კოეფიციენტი წინა ამოცანიდან გამომდინარე ვხვდებით ალბათ რომ იქნებოდა 2/3 და მაშინ S1 შეფარდებული S2-თან იქნება 2/3 კვადრატი. ვხვდებით ხო? იმიტომ ჩვენ უკვე მანამდეც არაერთხელ შეგვთა ამ თავზე მუშაობის დროს სიტუაცია, როდესაც მსგავსი ფიგურების ფართობები უნდა შეგვეპარდებინა ერთმანეთთან და ეს იქნებოდა მსგავსების კოეფიციენტის კვადრატი. და რადგანაც ამ შემთხვევაში მსგავსების კოეფიციენტი 2/3-ია, ამიტომ ფართობების შეფარდება იქნებოდა 2/3 კვადრატი. ანუ 4/9, ესე იგი S1 შეგვიძლია ჩვენ აღვნიშნოთ 4 ეს პატარათი, S2 9 ეს პატარათი თუ გნებავთ აგრაიმე Y შემოიტანეთ, მაგრამ ფართობისთვის რაც ეს უფრო მომწონს. ახლა რა ვიცით ჩვენ ინფორმაცია ხო ფართობების სხვაობაზე? ვიცით აგერ S2 - S1 არის 30 და შესაბამისად 9S - 4S ეს არის 30, 5S 30-ია და S უდრის 6. მაგრამ ჩვენ გვინდოდა მთელი ფიგურის ფართობი და მთელი ფიგურის ფართობიდან ეს არ გამოდის S1 + S2. ანუ გამოდის 4S + 9S, ეგ არის 13S და S რადგანაც არის 6, ნუ ეგ იქნებოდა 78. 124 ამოცანა. იპოვეთ ABC საკუთხედის ფართობი თუ A, B და C წერტილები წარმოადგენენ Y უდრის ამ ფუნქციის საკვადრატო ღერძებთან გადაკვეთის წერტილებს. პრინციპში ჩვენ ახლა ამ ფუნქციის გრაფიკის აგება პირდაპირ არ გვჭირდება, მთავარია ღერძებთან კვეთის წერტილები ვიპოვოთ და ჩვენ ახლა ღერძებთან კვეთის წერტილების პოვნის ლოგიკა ვიცით. რომელ ღერძთანაც გაინტერესებთ გადაკვეთა, აი მეორე კოორდინატი უნდა იყოს ნულის ტოლი, ხო? აი მაგალითად თუ გინდა თქვენ Y ღერძთან კვეთის წერტილი იპოვოთ, ცხადია ესე იგი რაღაცა A-ზე, ცხადია ეს ის წერტილია, რომლის X კოორდინატი ნულის ტოლია, ხო? შესაბამისად, მოდი გავფიქრდეთ ახლა. ასე იგი Y ღერძს კვეთს, როცა X უდრის 0-ს, ესე იგი Y უდრის 0-ს - 1-ს მოდულს -3. რა გამოდის უფლებები აქედან Y? ეგ არის დადებით 1 - 3, ანუ -2. ანუ -2 წერტილში კვეთს Y ღერძს, ხო? ყოველ შემთხვევაში გადაწეროს რომ სა. აბა OX ღერძს რა დროს კვეთს? OX ღერძს კვეთს, როცა Y უდრის ხო 0-ს. ესე იგი 0 უნდა გავუტოლოთ X - 1-ის მოდულს -3. აქედან X - 1-ის მოდული უდრის 3-ს და შესაბამისად X - 1 უდრის 3-ს ან X - 1 უდრის -3-ს. ეს არის 4, ეს არის -2. კარგი. მოდი ავიღოთ მაშინ რიცხვი ღერძი ახლა და ვავნიშნოთ ესენი. დაახლოებით მასშტაბიც რო დავიცვათ, ნუ ეს არის -2. რა თქმა უნდა თვალით ვაკეთებთ ახლა ამას. არის 4. აქ არის -2. აი, ესე იგი ღერძებთან კვეთის წერტილი იქნებოდა რა? S, მოდი წითელს ავიღებ.
აი ეს 4 არ შემეშალოს და y იყო -2, ხო? კი ბატონო. აგერ, აგერ და აგერ. და ამ სამი წერტილი-ში იყოს სწორედ ეს A, B და C წეროები, ხო? A, B, C. და თუ შევაერთებ ამათ, მიღებული სამკუთხედის ფართობი გვაინტერესებს ჩვენ. ნუ ეგ ახლა არ არის რთული, ხო? თუ თქვენ ადგებით და ამას წარმოიდგენთ ფუძედ, ნუ ეს 6-ის ტოლია, ხო? და აი ამას წარმოიდგენთ სიმაღლედ, ასე ამას სიმაღლედ წარმოიდგენთ, ეს ხო 2-ის ტოლია. და მაშინ ფართობი გამოვიდოდა 1/2 ორჯერ 6. ანუ 6 იქნებოდა პასუხი. ახლა შეიძლება ვინმე საინტერესებდეს, უნდოდეს რომ კი ახლა ჩვენ სწორად ძალიან რაციონალურად გავაკეთეთ, არ დაგვიწყვია ამ ფუნქციის გრაფიკის აგება, მაგრამ მაინც გაინტერესებთ ახლა როგორ იგება y უდრის x-1-ის მოდულს -3-ის ფუნქციის გრაფიკი. ეს ჩვენ გავლილი გვაქვს ალგებრაში, არც ისე ცოტა დრო დაუთმეთ, ჩვენ და ფუნქციის აგებებს გარდაქმნების გზით ვივარჯიშეთ მაჩვენებლიანზეც, ლოგარითმულზეც, წრფივზეც, კვადრატულზეც, ну, სადაც იყო რამე ნაკლებად ამის საშუალება მოდულიანზეც და ასე შემდეგ. მოდი პირველ რიგში ახლა ავაგოთ y უდრის x-1-ის მოდულის გარეშე x-1-ის გრაფიკი. ну, როგორ ვაგებთ ხოლმე წრფივი ფუნქციის გრაფიკს? ვიღებთ ნულებს ვსვამთ x-ის და y-ის მაგივრად და ვიღებთ შესაბამის მნიშვნელობებს, ხო? x-ი თუ იქნებოდა 0, y იქნებოდა -1 და y თუ იქნებოდა 0, x იქნებოდა 1. აი ეგ არის გრაფიკი. ახლა, როდესაც მოდი გავაგზავნოთ, ჩვენ დავიწყოთ უпроსტად ეს ეტაპობრივი გარდაქმნა. x-1-ის მოდული რა იქნებოდა? როდესაც მთლიანად ფუნქცია ხდება დადებითი, ანუ მოდულში ადის, თავისთავად ნახაზი ვეღარ იქნება OX ღერძის ზემოთ, ხო? და აი ეს აქ ასე ხო იყო და ეს ქვედა ნაწილი აიკეცება ზემოთ. გადავა X ღერძის სიმეტრიულად. და აქ იქნება 1, აქ იქნება 1. ну, შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ x-ის მაგივრად ეს 0-ს თუ ჩასვამდით, უკვე y 1 იქნებოდა. და ახლა ბოლო ეტაპი ეს არის, დავწეროთ უკვე სამიანის განუკლება. როდესაც ვთქვათ ფუნქციას აკეთება სამიანი, y ღერძზე დაცოცავს და გადაადგილდება ზუსტად იმდენი ერთეულით, რაც აკლდება -3, ანუ ქვემოთ გადმოვიდოდა 3 ერთეული. ეგ შეგიძლიათ ასე წარმოიდგინოთ ახლა. ანუ ეგ იქნებოდა მოდი შევიდეთ. ეს წარმოსახვითი ხაზი რომ გავავლოთ, ანუ ქვემოთ ჩამოვიდოდა მთელი გრაფიკი. რამდენი ერთეულით? 3 ერთეულით. ანუ y ღერძთან უკვე გადაკვეთა სად იქნებოდა 1-ში კი არა, იქნებოდა -2-ში. 3-ა -2-ში ასე იქნებოდა. ასე ეგ იქნებოდა ისე 1-ში. ახლა OX ღერძს სად გადაკვეთდა? გადაკვეთდა -2-ში და 4-ში. ჩასვავდით x-ის მაგივრად დულს და მერე y-ის მაგივრად დულს. ხო, და ჩვენ რა გვინდოდა? ამ სამკუთხედის ფართობი კი არ გვინდოდა, ჩვენ გვინდოდა კვეთის წერტილები.
ხო? ზუსტად გადაგვცა კვეთის წერტილებით მიღებული ფიგურის ფართობი. ესე იგი, ეს და ეს უნდა შემოერთებინა ერთმანეთთან. აი ასე. ნუ ეგ მაინც მაგალითად მოყვანა როგორ შეიძლებოდა ამ ფუნქციის გრაფიკის აგება. მაგრამ თუ ამჩნევთ ეს პირველი პრაქტიკული რაღაცის რაციონალური უფრო მიდგომა იყო და გაცილებით უკეთესი არაირებით აქ ეს სამკუთხედი რაც იყო კვეთაში მიღებული საერთოდ არ იყო საჭირო, ანუ რაც გარდაქმნით მივიღეთ. 125 ამოცანა. წრეწირის ოცენტრი ABC მართკუთხა სამკუთხედის AC ჰიპოტენუზაზე ძევს. კათეტები კი წრეწირს ეხება. კარგი ბატონო. მოდი ეს ასე დავხატოთ ახლა ჩვენ. ასე ავიღოთ წრეწირი. ნუ ეგ ჰიპოტენუზა დაახლოებით ასე გავიდოდა, ხო? და მართკუთხა უნდა იყოს ახლა სამკუთხედი, ანუ რომელიც ეხება ამას ეს ასე ვქნათ. და ეს კარგად და ასე იქნებოდა, ხო? ეს ცოტა დავაბადაოთ. ასეთი ამბავი. აქ იყოს centრი. ეს არის A, B, C. რადიუსი, აი ამ წრეწირის რადიუსი არის 3 და 20 მონაკვეთი არის 5. მაგალითად 5-ის ტოლია 20. გთხოვენ იპოვეთ ABC სამკუთხედის ფართობი. კარგი. ნუ რა შეიძლება ახლა აქ მოვიმოქმედოთ. ხო ეს მართი კუთხია არ დაგვაუწყდეს და საერთოდ ჩვენ ოდესაც წრეწირის თავი გავიარეთ, იქ ბევრი ვისაუბრეთ, რომ თუ აი პირდაპირ ვერ ხედავ და რაღაც დამატებითი ხაზის გავლება გიწევს, რა თქმა უნდა, ყველაზე კომფორტული ხაზი წრეწირთან მიმართებით ესაა მისი ცენტრის შეერთება წრეწირის წერტილებთან ახლა ნუ წრეწირზე აღებულ წერტილებთან. ახლა აქ აღებული არ იყო, მაგრამ გვერდები AB და BC გვერდი ხო მხებია და შეხების წერტილი ხო არსებობს და აი მათთან რო შეგვერთებინა აი ასე აი ასე რატო იქნებოდა ახლა ეს კარგი? იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს უკვე რადიუსია, ხო? ანუ ამაზე გვესაუბრებ ამოცანა და მეორეც აქ მართი კუთხეებია. ხების შეხების წერტილში გავლებული რადიუსი ხების მართობულია. თუ დააკვირდებოდეთ ახლა ეს 3-ია. ესეც 3-ია. იმიტომ რომ კვადრატები იღებოდა, ხო? აქ ნუ მართკუთხედი მიიღებოდა, 3 კუთხე მართი იყო, მეოთხეც მართი იქნებოდა, მოპირდაპირე გვერდები რა თქმა უნდა ტოლია. ახლა დააკვირდით აი ქვედა პატარა მართკუთხა საკუთხედს, ერთი კათეტი თუ 3-ია და ჰიპოტენუზა 5, მეორე კათეტი 4 არ იქნებოდა? ახლა თქვენ არ უნდა დაკარგოთ ხედულობიდან რას გთხოვენ? თქვენ გთხოვენ ABC სამკუთხედის ფართობს და განა ეს კათეტების ნაბრავის ნახევარი არ არის? კი, ეგ ხო გამოდის AB გამრავლებული 1/2 AB გამრავლებული BC-ზე და BC ლანგარზე ამორთმეული 7-ის ტოლია. და ანუ რჩება AB და ახლა AB-ში ერთი ნაწილიც 3-ია და მოდი და არ ქვია მას X-ი. და ამას X-ო დაარქვევ, როგორ ვერ დაინახავ მე მსგავსებას, ეძიეთ ყოველთვის მსგავსება, ეძიეთ. ანუ ეს თუ ერთხაზიანია და ეს ორხაზიანი, როგორც დიდი მართკუთხა სამკუთხედის კუთხეები, ახლა როგორც პატარა მართკუთხა სამკუთხედის კუთხე, მაშინ ეს ორხაზიანი იქნება, ხო? ამ კუთხის ტოლი იქნება, ანალოგიურად ეს ერთხაზიანი. და დაწერეთ მსგავსება. ამ სამკუთხედში და აი ამ სამკუთხედში. X-ი, ანუ ორხაზიანის მოპირდაპირე გვერდი 4, X-ი უკაცრავად ისე შეფარდება აქ ორხაზიანის მოპირდაპირე გვერდს. 3-ს, როგორც აი მარცხენა სამკუთხედში ერთკალიანის მოპირდაპირე 3-იანი შეფარდება მარჯვენა მართკუთხა სამკუთხედში ერთკალიანის მოპირდაპირე 4-ს.
და აქედან x-ი გამოდის 9/4. ну, მორჩა ახლა ესე იგი ABC ცოდნია რამდენია, ხო? 3 პლუს 9/4. ეგ არის 12/21/4. მაგე წამშალოთ კითხვის ნიშანი და დავწეროთ 21/4. ანუ საბოლოო ჯამში რა გამოგვივიდა ახლა ჩვენ? რომ ეს საძიებელი ფართობი არის 1/21/4 ჯერ 7. ეს არის 157, 21/7 შეფარდებული 8-სთან. კარგი. ახლა მოდი ნახოთ 126 ამოცანა. 126 ამოცანა, კარგი ნახაზია. თავად ეს გამოვიყენოთ. მოდი ქვემოთ წავშლი და ყურადღება არ გაგვიფანტოს, ანუ 126 ნომერზე ვართ. აბა ნახოთ, რა ხდება, რა უნდა ახლა. მოცემულია კვადრატი. კი ბატონო. AB და CD გვერდებზე აღებულია M და K წერტილი. კი. ისე რომ AM უდრის MB-ს. ამას დავაფიქსირებ. AM უდრის MB-ს. იპოვეთ, ხო, და DK უდრის 2CK-ს. DK უდრის 2CK-ს, ანუ ეს თუ იქნებოდა X-ი, ეს 2X იქნებოდა, ხო? იპოვეთ გამუქებული ფიგურის ფართობი თუ კვადრატის გვერდი 7 ტოლი. კვადრატის გვერდი ცოდნია. მაშინ ნახეთ ეს DK უდრის 2CK-ს ასე გავაკეთებ. ზედა ერთი ნაწილია, ქვედა ორი ნაწილია. ანუ ზედა არის 1/13 7-ის. მოდი ასე 7/13 და ხო ერთი ნაწილი და ორი ნაწილი ხო ვიცით სამ ნაწილად დაყოფა, ანუ 1/13-ია ზედა მხარე და ქვედა იქნებოდა 7-ის 2/13. 7-ის 2/13. ანუ იგივე 14/13. ეს იქნებოდა ქვედა ნაწილი. და ეს 7/2 არ გამოდის? კი. ესე 7/2 გამოდის. ახლა რა შეგვიძლია ვთქვათ აი ამ საკუთხედებზე? ჩვენ ვის ფართობს გთხოვენ და მეგობრებო, ესენი ხო მსგავსი საკუთხედებია. აი ნახეთ. არ გამოდის მსგავსი საკუთხედები? კი, რა თქმა უნდა გამოდის. და რა შეგვიძლია ვთქვათ მსგავს საკუთხედებზე ახლა? მათი ფართობების შეფარდება მსგავსების კოეფიციენტის ტოლია. მოდი ამას პირველს დავარქვევ, ამას მეორეს დავარქვევ. ეს ერთი შეფარდებული ეს 2-თან, ეს იქნებოდა 7/2 შეგვეფარდებინა 14/13-თან, ეს იკვეცება 1 2 და ეს იქნებოდა პრინციპში 3/4. ну ამათი ფართობების შეფარდება არის 3/4-თან. არის. ნახოთ როგორ შეგვიძლია ვიპოვოთ კი ბატონო 3/4-თან არის, მაგრამ თითოეულის ფართობი ცალ-ცალკე. ну ხო, აქ რა თქმა უნდა იმის აღნიშვნა დამავიწყდა რომ ეს არის 3/4 არის მსგავსების კოეფიციენტი, ხო? როგორ შეეფარდება შესაბამისი გვერდები ერთმანეთს, ხო, ამ მსგავს სამკუთხედებში. ну ეს ტოლი კუთხეების მოპირდაპირე გვერდებია 7/2, 14/13 და ეს მსგავსების კოეფიციენტია, მაგრამ ფართობების შეფარდება, რა თქმა უნდა, იქნებოდა მათი კვადრატი. აი, ეგ ფართობები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 9/16. მაგრამ აქ ერთი მომენტია. მოდი დავალებოთ ფართობების შეფარდებას ახლა თავი, ну ეგ ისედაც ვიცი. მსგავსების კოეფიციენტს მივხედოთ, ეს არის 3/4, ხო? ანუ მეშლება 7/2 შეფარდებული 14/13-თან. კარგი. ანუ ნახეთ ახლა თუ ამ ორი სამკუთხედის მსგავსების კოეფიციენტი არის 3/4 და 3/4,
ყველაფერი, მათ შორის სიმაღლეების ფარდობაც ხო იქნებოდა 3/4. ახლა მარცხენა სამკუთხედს ქვია ჩვენთან ერთი და მარჯვენას მეორე, ხო? და მოდი რა ვქნათ, იცით? მე აქ დავუშვებ ახლა სიმაღლეს, კონი კარგად არჩევს. შავ ფერს ავირჩევ, ასე, აქაც დავუშვებ სიმაღლეს და რა თქმა უნდა, სიმაღლეების ფარდობა რა იქნებოდა? სიმაღლეების ფარდობა იქნებოდა 3/4, ხო? თუ პრინციპში რაღაც 3x 4x-თან. იმიტომ რომ მსგავსების კოეფიციენტი 3/4-დია, 3/4-თანაა შეფარდება, ხო? მარცხენა სამკუთხედის გვერდების, მარჯვენა სამკუთხედის გვერდებთან და ეგ 7 არ არის? ანუ 3x + 4x 7-ის ტოლი არ არის, იმიტომ რომ 7 იყო კვადრატის გვერდი და x-ი გამოდის აქედან 1. ანუ შესაბამისად მარცხენა სამკუთხედში სიმაღლე იქნებოდა 3, ანუ 3-ჯერ 1, ხოლო მარჯვენა სამკუთხედში 4-ჯერ 1. მაშინ ეს ერთი, ანუ მარცხენა სამკუთხედის ფართობი რა გამოდის? გამოდის, მეგობრებო, 1/2 გამრავლებული 7/2-ზე, ანუ ფუძეზე და გამრავლებული 3-ჯერ 1-ზე, ანუ 3-ზე. და ეს ორი რა გამოდის? 1/2 გამრავლებული 14/3-ზე და გამრავლებული 4-ჯერ 1-ზე, ანუ 4-ზე. კაი, ეგრე არის 21/4, ეგრე არის აქ. გვეცება 2 რჩება 28 მე-13. ნუ საკმაოდ ისეთი დიდი რიცხვი ვიღებთ, ხო? მოდი ახლა გავაერთუშელიანოთ, შევკრიბოთ ეს. რა გამოგვივა? 21/4-ს, ანუ მათი ჯამი იქნება საერთო მნიშვნელი არის 12. 3 გამრავლებული 21-ზე არის 63, 4 გამრავლებული 28-ზე ეს არის 112, 112 და 63 ეს იქნებოდა 175. ასეთი ამბავი მივიღეთ. ნუ, აქაც გადავწყვეტი მომენტი იყო მსგავსება. პრინციპში ამას აღარ დავბრუნებულ ვარ. ნუ, მეგონა ჯერ უცებ სამკუთხედება ფართობების შეფარდებას დავწერდი, მაგრამ თავად ფართობების ჯამზე აღარ ვიყავ ინფორმირებული და გამოვიყენებ მსგავსება არა ფართობების შეფარდების დასადგენად, არამედ ამ სამკუთხედების სიმაღლეების ფარდობის გასარკვევად. კარგი, მოდი აბა 27 ამოცანა ვნახოთ ახლა. პრინციპში შეგვიძლია ამ ნახაზით ვისარგებლოთ. ნუ რა იყო მოცემული ახლა? მოცემული არის, რომ ABC კვადრატია ეს მთლიანად გარედან. M-წერტილი თანაბრადაა დაშორებული A და B წვეროებიდან. ახლა M-წერტილი რო თანაბრადაა დაშორებული A და B წვეროებიდან, ეს რაზე მიუთითებს, რომ M-წერტილი ფაქტობრივად ამ AB მონაკვეთის შუა მართობზეა. აი, ეს რომ გამეგრძელებინა ასე. ეგ მართობი იქნებოდა და ეს მონაკვეთები ერთმანეთის ტოლი იქნებოდა, ხო? ნუ ეგ ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ თანაბრად ვარ დაშორებული B და A წერტილებიდან, ესე იგი შუა მართობზე ვწევ. ნუ ეგ რადგანაც ხო და თან შეხედეთ ეს ერთი წრფე იქნებოდა M-დან, ამას მოდი MK დავარქვათ, ანუ M წერტილი K აღებული მქონია. E დავარქვათ მაშინ. M, E და MK ერთ სფეროზე იქნებოდა. იმიტომ რომ დააკვირდით რა წერია აქ ასევე იგივე მანძილითაა დაშორებული CD მონაკვეთიდან და ესე იგი CD-ზეც მონაკვეთა წერტილი და მონაკვეთამდე მანძილი რა არ უნდა დაუშვა მართობი, ხო? ეგეც მართობული იქნებოდა და M წერტილიდან პარალელ წრფების მიმართ თუ ორი მართობია გავლებული MK და M, რა თქმა უნდა ეს ერთი წრფე იქნებოდა. ეგ კარგი. ჩვენ გთხოვენ ახლა დავარკვიოთ კვადრატის ფართობის რა ნაწილს შეადგენს ამ დაშრიხული სამკუთხედის ფართობი AMB შეფარდებული S კვადრატთან, ხო? A, B, C, D-სთან.
ახლა არაფერი არ ვიცით აქ, ხო, ჩვენ რაოდენობრივი მონაცემი არაფერი გვაქვს და არადა შეფარდება დასაწერია. ნუ ჩვენ თვითონ უნდა შემოვიტანოთ ახლა აქ ცვლადები. ნუ დავარქვათ ახლა კვადრატს A და ეგ იმდენად აქტიური მონაწილეა ეს აქ, მოდი ამას x-ი დავარქვათ, ესეც x იქნებოდა, ესეც x. კიდე რა ვიცით აქ ჩვენ, მოდი სხვა ფერს გამოვიყენებ აღნიშვნებისთვის. ამოდი ამას x-ი დავარქვათ, ეგეც x იქნებოდა, ეგეც x-ია და შეხედეთ, ეს ხო 10 ხო აღნიშნე კვადრატის გვერდი. ეს 1/2 იქნებოდა, ესეც 1/2-ია და დააკვირდით, ეს არ გამოდის -x-ი. აი აქ. შავად ვარაჯობებში მით ჩავაწერო უფრო თუ თეთრად. -x იქნებოდა ეს. რატო იქნებოდა -x-ი? ნუ, იმიტომ რომ თლიანად თუ არის და კადანებამდე x-ი, თავისთავად ეს -x-ია. ნუ შეიძლება აქ რაღაც სხვა გამოსავალიც იყოს, მაგრამ მე პირადად დავწერდი პითაგორის თეორემას. x კვადრატი ტოლია -x-ის კვადრატს დამატებული 1/2-ას კვადრატი. აქ იქნებოდა x კვადრატი, a კვადრატს -2x-ი კვადრატი პლუს 1/4 a კვადრატი. x კვადრატს აბათილებს. ნახეთ 2x-ი აქეთ გადმოვა, პლუსით იქნება a კვადრატს პლუს 1/4 a კვადრატი გაერთმშრალიანდება 5/4 a კვადრატია. აებიზე გავყოთ ტოლობის ორივე მხარე, ამის უფლება გვაქვს, რადგანაც მონაკვეთის სიგრძეა ის დადებითია და მასზე შეგვეცვა შეგვიძლია და პრინციპში x-ი გამოვიდა 5/8-ა. და მაშინ აი ასე რომ გვაქვს ჩვენ ახლა ეს სამკუთხედი გამუქებული, ხო? MB ეს ხო აგვერდია მთლიანად, ხო? კი. და ეგ -x-ი რომ იწერია, x-ი თუ 5/8 არის, 100 რომ 5/8 აღმოაკლდება 3/8 არ დარჩება? კი. და სამკუთხედის ფართობს როგორ გამოსახავ, როგორ დათვლი? ეს იქნებოდა, მოდი აგერ დავწერ. 1/2 ანუ უძე გამრავლებული 3/8-აზე. და კვადრატის ფართობი რა არის? თავად a კვადრატი. და a კვადრატი მოიკვეცება და 3/16 ჯამრჩებოდა. დიახ, ეს არის პასუხი. 3/16. კარგი. მოდი ახლა ვნახოთ 128 ამოცანა. კარგი, მოდი დავხატოთ აბა 128. ABC კვადრატის შიგნით m წერტილი აღებულია ისე, რომ m წერტილიდან მანძილი c და d წეროებამდე ორჯერ მეტია, ვიდრე მანძილი m წერტილიდან ab გვერდამდე. გავიქ. ესე იგი, აღებულია კვადრატი. მოდი დავაწეროთ ასოები a, b, c, d. m წერტილი შიგნით არის აღებული ისე, რომ ანუ c და d წეროებამდე მანძილი ორჯერ მეტია, ვიდრე ab გვერდამდე. ანუ ab გვერდამდე მანძილი რო ყოფილიყო, სადღაც არის m წერტილი, თქვა და ab გვერდამდე მანძილი არის x. და c-მდე და d-მდე თუ არის 2x, ორჯერ მეტია, ხო, ორივე. ესე ხო გამოდის, რომ თანაბრადაა დაშორებული ეს m წერტილი c-დან და d-დან. ანუ ისე გამოდის, რომ შუა მართობზე იქნებოდა. დაახლოებით აქ იქნება შუა წერტილი, ხო? მოდი ასე ვიზავ. c და d-დან რო არის თანაბრად დაშორებული, ესე იგი c-d მონაკვეთის შუა მართობზეა, ეს და შუა იქნება თან მართობი. მაგრამ ახლა ისე უნდა ავიღოთ ეს m წერტილი, აი აქ რომ
C-მდე მანძილი, კი ბატონო, უდრის D-მდე მანძილს, ასე. მაგრამ თან ეს მანძილები ორჯერ მეტია AB მონაკვეთამდე მანძილზე. ნუ AB მონაკვეთამდე მანძილი თუ იყო x-ი, ესენი იქნებოდნენ 2x და 2x. ABC-დ იპოვეთ კვადრატის ფართობი თუ მანძილი m წერტილიდან AB-მდე 100 ტოლია. აი, ბოდიში მოცემული ყოფილა მანძილი m წერტილიდან AB-მდე. ბოდიში ეს თუ მოცემულია. მოდი მაგას დავარქვათ. ეს მანძილი m წერტილიდან AB-მდე თუ არის a, მაშინ ეს 2 არ იქნებოდა? აი ასე. კი, იქნებოდა. თხოვენ ახლა ჩვენ გავიგოთ კვადრატის ფართობი არა, იპოვეთ კვადრატის ფართობი. მოდი x-ით აღვნიშნოთ მისი გვერდი. ცხადი ეს 1/2 x იქნებოდა. და ეს x-a იქნებოდა. მოდი ჩავწეროთ მაშინ ახლა აქ ფართობი. ბოდიში პითაგორას თეორემა ჯერ 2a კვადრატი 2a კვადრატი ტოლია x-a კვადრატს დამატებული 1/2 x-ის კვადრატი. აქ იქნებოდა 4a კვადრატი, აქ იქნებოდა x კვადრატს მინუს 2ax პლუს a კვადრატი პლუს 1/4 x კვადრატი. ხო, აი მძიმე სიტუაცია მივიღეთ, ხო? კაი, მოდი დავალებოთ ახლა. ესე იგი x კვადრატს პლუს 1/4 x კვადრატი, ეს არის 5/4 x კვადრატი. გამოკლებული 2ax-ი, 4a კვადრატი აქეთ გამოდის გამოკლებით 3a კვადრატია. მინუსით. ნუ თუ 4-ზე გავამრავლებთ ყველაფერს, მაინც მთელი კოეფიციენტები რომ ყოფილიყო, ან გამოდიოდა ასეთი ამბავი. ეგ საინტერესოა. არ შეიძლება იყოს ახლა აქ ფესვები, ხო? კარგი. ესე იგი ჩვენ ვიცით და x-ი გვაქვს საპოვნი, იპოვეთ კვადრატის ფართობი თუ მანძილი m წერტილიდან წავიკითხოთ მაგის პირობა ABC-ზე კვადრატის შიგნით აღებული m წერტილი, ისე რომ m წერტილიდან მანძილი c და d წვერებამდე ორჯერ მეტია, ვიდრე მანძილი m წერტილიდან AB გვერდამდე. კი ბატონო. იპოვეთ კვადრატის ფართობი თუ მანძილი m წერტილიდან AB გვერდამდე, ვარ შემშლია m წერტილიდან AB გვერდამდე არის. კარგი. მოდი აქ ახლა შეგვიძლია დისკრიმინანტის დავთვალოთ. დისკრიმინანტი იქნებოდა -800 კვადრატი გამოკლებული 4-ჯერ 5-ჯერ -12, ეს გამოდის -12a, ეს კვადრატში. ამასაც გავწეროთ. ასე. და რა გამოდის დისკრიმინანტი? გამოდის 64a კვადრატს დამატებული 200 240, ხო? 240 კვადრატი და ეს გამოდის 284. არა, ბოდიში 304. a კვადრატი. აქედან x1 რას უდრის? 800 გამოკლებული ნუ ფესვი 304-დან და რა გამოდის ახლა 304-დან ნაწილობრივ ამოფესვა შეგვიძლია პრინციპში 4-ზე იყოფა, ხო? ეს იქნება 30-ში 4 მოთავსდება 7-ჯერ და ვერ ერთება 2, 24-ში 4 მოთავსდება კიდევ x-ჯერ, ანუ 76, 76 4-ზე იყოფა 19-ია, ხო? ანუ 16-ზე იყოფა, ანუ 4 ფესვი 19 გამოვიდა ეს.
ვამოფესვავდით. შეფარდებული შესაბამისად 5 ხო წერია აქ 2x5-თან, ანუ 10-თან. და x2 იქნებოდა 800 დამატებული 4 ფესვი 19 შეფარდებული 10-თან. მაგრამ ფესვი 19-დან ხო 4 მთელი რაღაცაა და ანუ ეს უარყოფითი იქნებოდა ხო აქ 800-ს გამოაკდებოდა 16 მთელი რაღაც და x-ი ხო დადებითი უნდა იყოს და ეს გარეშე ფესვი გამოდის. ასეთი ამბავია. მოკლედ თუ ავდგებით ახლა ჩვენ და შევკვეცათ ამას 2-ზე ეს გამოდის 400 დამატებული 2 ფესვი 19 შეფარდებული 5-თან ასე და კვადრატის ფართობი ესე a b c d იქნებოდა აი ამის კვადრატია რა ამის კვადრატი მაგას თუ გაიტანჩხილებს გარეთ გამოდის 4 პლუს 2 ფესვი 19 შეფარდებული 5-თან და ავა კვადრატში და დატოვეთ ასე იყოს შეგიძლიათ a და 5 აიყვანოთ კვადრატში შეგიძლიათ ესეც აიყვანოთ კვადრატში და მსგავსი წევრები შეაერთოთ. კარგი, მოდი ახლა გავაკეთოთ 129 ამოცანა. ABCD კვადრატის AB გვერდის M შუა წერტილზე გავლებულია წრფე. ავიღოთ კვადრატი. ასე. მოვნიშნოთ ასოები A, B, C, D. AB გვერდის შუა წერტილი თქვათ არის ეს M ასე. და გავლებულია წრფე, რომ მოპირდაპირე CD გვერდი კაწერტილში გადაგვერთოს. კი ბატონო. ახლა ეს რადგანაც არ არის დაკონკრეტებული არ არის სავალდებულო, მაგრამ მაინც ფუძეების პარალელური იყოს. შეიძლება ასე იყოს, შეიძლება ასე იყოს დახრილი და და დააკვირდით ახლა ABCD კვადრატისა რა ფართობია, აი ეს კაწერტილია, ესე იგი MBC რა ფართობია მთლიანად კვადრატის ABCD-ში. თუ M-კა მონაკვეთის სიგრძე 2 ფესვი 10 ჯერ მეტია CK-ზე. ახლა ჩვენ აქ არჩევანი ხო გქონდა რომ CK შეიძლება ქვემოთ ყოფილიყო, ხო? მაგრამ დააკვირდით M-კა უნდა იყოს 2 ფესვი 10 ჯერ დიდი, ნუ ფესვი 10 ხო 3-ზე დიდია, ანუ 6 ჯერ დიდი უნდა ყოფილიყო და აქ ახლა ეს მონაკვეთი როგორ იქნებოდა უფრო ქვემოთ, ხო? მაშინ ეს CK ამ ხელა გამოდიოდა რა და მასე 2 ფესვი 10 ჯერ მეტი გაგუჭირდებოდა რომ ყოფილიყავით. ამას x-ი დავარქვათ, ეს იქნებოდა 2 ფესვი 10 x. აი ბატონო, გვეკითხებიან ახლა შეფარდებას და შემოვიღოთ ისევ აღნიშნა დავარქვათ მთლიანად კვადრატის გვერდს ეს იქნებოდა 1/2-დია. და შეხედეთ ახლა იწყება თავდავიწყება. ესეც არის a. ანუ პრინციპში ჩვენ რო დავწეროთ ახლა აი ზედა ტრაპეციის ასე ამ ტრაპეციის ფართობი ეგ რა იქნება ტრაპეცია და x დამატებული 1/2 შეფარდებული 2-თან გამრავლებული a-ზე. აი ეგა და ეს უნდა შევაფარდოთ a კვადრატთან, ხო, კვადრატის ფართობიდან. ნუ აშკარად ზემოთ x-ი გვიფუჭებს საქმეს რა, x-ი უნდა გამოვსახო a საშუალებით და როგორ გამოვსახოთ, როგორ და აქ თუ გავავლებით სიმაღლეს ან აქ ამ კადან თუ დაუშვებდით მიიღებთ ისე მართკუთხა სამკუთხედს. ეს არის a, ეს არის 1/2 a-ს მინუს x-ი და რა გვიქნებოდა ჰიპოტენუზის კვადრატი 2 ფესვი 10 x-ის კვადრატს გავუტოლებდით
1/2 a-ს მინუს x-ის კვადრატს დამატებული a-ს კვადრატი. ნუ ავყავთ ეს კვადრატში 40x კვადრატია, ესაა 1/4 a კვადრატს მინუს ax-ი გავაკეთებულზე გამრავლებულის დროს 2 შეიკვეცებოდა დამატებული x კვადრატი ეს არის a კვადრატი. ყველაფერი მარცხენა მხარეს გადავიტანოთ 39x კვადრატი გამოდის. ნახეთ, ესენი ხო მსგავსი წევრებია 1/4 კვადრატი და კვადრატი. ანუ მათი ჯამი 5/4 კვადრატი იქნება, ხო? მაგრამ აქეთ მინუსით გადმოვიდოდა. 5/4 კვადრატის დაწერა დავაწყდა. ახლა აქ უნდა იცნოთ, რომ ეს ერთგვაროვანი განტოლებაა. ანუ თუ ავდგებოდით ჩვენ და გავყოფთით ყველაფერს a კვადრატზე, აქ გამოგვივიდოდა 39 x-ი შეფარდებული a-სთან კვადრატში პლუს a შეფარდებული x-ი შეფარდებული აქ გამიწერია x-ი, ხო? ხო, a კვადრატზე გავყავი, ანუ x-ი შეფარდებული a იქნებოდა და მინუს 5/4. და x-ი შეფარდებული a-ს თუ ავხდიშნავთ t-ი, გამოგვდის, რომ 39t კვადრატს პლუს t მინუს 5/4 უდრის 0-ს. ნუ 4-ზე თუ გავამრავლებთ ყველაფერს, ეს არის 156t კვადრატი პლუს 4t მინუს 5 უდრის 0-ს. მოდი გავაკეთოთ დამხმარე განტოლება. ეს არის t კვადრატს პლუს 4t. ნუ დამხმარე განტოლებას ვიზახი გარდაქმნას, როცა პირველი კოეფიციენტი ბოლოზე მრავლდება. 156 ჯერ 5. და ნახეთ ახლა ეს როგორ იშლება. 156 ხო? 3 ჯერ 39. 3 ჯერ არა, 4 ჯერ. აქ 5, 4 იშლება 2, 2, ანუ მე ვეძებ 2 ისეთ რიცხვს, რომელთა გამრავლი იქნება 156 ჯერ 5, ხოლო ჯამი -4. მოპირდაპირ ენიშით ხომ უნდა განვიხილო, ეს არის 3, 13 და 5. აი, ნახეთ 2 და 13, ესე იგი 26, 2, 3, 5, ანუ 30. და მათი სხვაობა გამოდის 4 ოღონდ t1 იქნებოდა -30, იმიტომ -4 გამოდის აქ. ესების ჯამი -30 -30 + 26-ია -4. შეფარდებული რასთან ვაფარდებ? ხო, დამხმარე განტოლება, საიდანაც მივიღეთ 156-ზე ხო გავამრავლეთ, ანუ ისევ საბოლოო ჯამში უნდა გაყოთ და თეორია ეს გარეშე ფესვი არ ვარგა 26 გაყოფილი 156-ზე და ნუ შეიკვეცება და იქნებოდა 1/6. კარგი, ნუ და ეს 1/6 რა არის? x-ი შეფარდებული a-სთან არის 1/6, ხო? და აქედან x-ი ხო უდრის 1/6 a-ს. ანუ აქ ექნება 1/6 a-ს დამატებული 1/2 a. ასე a კვადრატი a-ს კვეთს, ზემოთ იქნება 1/6-ს დამატებული 1/2, გაერთმშვენი ადება, ესაა 4/6. ანუ 4/6 a შეფარდებული 2-თან გამრავლებული a-ზე. ნუ ეს აებით შეიკვეცება და ეს 4-იანი შეიკვეცება, ეს და ნუ 3 რჩება რა. 1/3 რჩება შეფარდება. ეს რა სიტყვით, საკმაოდ სერიოზული ამოცანა ერთგვაროვანი განტოლების ამოხსნა დაგჭირდა და მთელი ამბები. 120. პრინციპში შეგვიძლია ეს ნახაზი გამოვიყენოთ, ხო აქ? ანუ აბეცდე მართკუთხედში b-წერტილი AC დიაგონალისადმი გავლებული მართობი b-წერტილიდან AC დიაგონალზე გასაგებია გავლებული მართობი.
ადეგვერტს ემწერტუში კვეთს, კი ბატონო, და გვეკითხებიან S-ი მთლიანი მართკუთხედის თუ ამას გვეკითხებიან, რომ BC უდრის 9 ფესვის სამს. აჰა. წერტილი თანაბრათა, ხო, M წერტილი თანაბრათაა დაშორებული B და D წვეროებიდან. ოღო, ეგეც საინტერესოა. ეს თუ თანაბრათაა დაშორებული, ხო? ანუ BM-ი, მოდი აგერ დავწეროთ, რომ BM-ი და MD ერთი და იგივეა. აი, ნუ დიაგონალს მართი კუთხით გადაგვეც. რა უნდა დავინახოთ ახლა? კი, BM-ის M-თან, MD-სთან ტოლობა ნახეთ რა იდეა გამიჩინა. მოდი ხო არ გავავლოთ ჩვენ BD დიაგონალი. ასე. და ცხადი ახლა ეს ხო ტოლფერდა სამკუთხედი გამოდის. და ტოლფერდა სამკუთხედი თუ გამოდის, უძესთან მდებარე კუთხეები, აი ეს კუთხე და ეს კუთხე ტოლია ერთმანეთის. მაგრამ ეს ხო შიგაჯვარდად მდებარეა ამისი. ასე. კი ბატონო. ახლა ნახეთ. ეს ხო მართკუთხა სამკუთხედია აი აქ. კი. ეს თუ ერთხაზიანია, ეგ მართი კუთხე, მოდი ეს ორხაზიანად მოვნიშნოთ. მაგრამ დააკვირდით, ეს სამკუთხედი ხო ტოლია აი ამ სამკუთხედის და შესაბამისად უძესთან მდებარე კუთხეებიც ხო ტოლი იქნებოდა, ანუ ესეც ერთხაზიანი. რადგან ესეც მთლიანად აკუთხე მართი კუთხეა, ამასაც ორი ხაზი ხო ჭირდება ერთხაზიანს 90 გრადუსამდე შესავსება. ანუ აი ამ სამკუთხედში ერთხაზიან კუთხეს ჭირდებოდა ორხაზიანი, რომ შეგვევსო 90-მდე და აქაც ერთხაზიან ჭირდება ორხაზიანი, რომ შევასოთ 90-მდე. ამით რა მივიღეთ? ახლა გამოვიდა, რომ A, B, ეს O სამკუთხედი ტოლფერდა, და უძესთან მდებარე კუთხეები ტოლია. მაშინ სიმაღლე მედიანაც იქნებოდა და ნუ აი ეს უნაკვეთი იქნებოდა A, ესეც იქნებოდა A. შესაბამისად, ეს ხო დიაგონალი შუაზე იყოფა და 20 იქნებოდა 2A. ხო, იმიტომ რომ A-ს ტოლია. მაგრამ B20 ხო მართკუთხედია და B20 ხო 2A იქნებოდა და ოდეც. მაგრამ დააკვირდით ისევ B აი ამ სამკუთხედს, აი ამ სამკუთხედს კათეტი არის ჰიპოტენუზა 2-ა. და სად ხდება ეგ? ეს არ ხდება 30 გრადუსიან კუთხეში. 30 გრადუსიან კუთხის მოპირდაპირე კათეტია ჰიპოტენუზის ნახევარი. მაშინ ესეც 30 გრადუსიანი არ გამოდის? და დააკვირდით და თუ ეს ვიცი 9 ფესვის 3-ია, მაშინ 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი ხო ფესვის 3-ჯერ ნაკლებია ამ 60 გრადუსიანის მოპირდაპირე კათეტზე. ანუ ეს კათეტი იქნებოდა 9 ფესვის 3 შეფარდებული ფესვის 3-თან. ანუ 9-ის ტოლი. მოდი გამოვიდა 9. ესე იგი რა იქნებოდა ფართობი 9-ჯერ 9 ფესვის 3, ანუ 91 ფესვის 3. კარგი. მოდი აქ გავჩერდეთ და 31-დან გავაგზავნოთ შემდეგ გამოცანების განხილვა.